ჩემო ძვირფასებო, დღეს ჩვენ წინასწარმეტყველების თემას ვასრულებთ. ანუ დღეს უნდა ვისაუბროთ ბოლო წინასწარმეტყველზე. რაც ნიშნავს, რომ უკვე ხსნელი ნელ-ნელა უკვე შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, კაცობრიობის ისტორიაში. ეხლა თქვენ ყურადღებით დააკვირდით, წინასწარმეტყველი მე გითხარით, იყო განსაკუთრებულად წმინდა კაცი, წმინდა გულის კაცი, განსაკუთრებული მლოცველი, განსაკუთრებული ძალის მქონე და აი ამ ღირსებებით, ამ განსაკუთრებული სულის სიწმინდით ღმერთი აძლევდა მას დიდ ძალას და მას შეეძლო ადამიანთა გასაჭირი აეტანა ღმერთამდე და ღმერთის რჩევა და არიგება და გაფრთხილება ზეციდან ჩამოეტანა ადამიანამდე. ანუ იმდენად დიდები იყვნენ წინასწარმეტყველნი, რომ შეეძლოთ ღმერთთან გასაუბრება და გაეგოთ ღმერთის აზრი და მერე ადამიანებისთვის ესწავლებინათ. ანუ აი ხალხს რო გაუჭირდებოდა და უკიდურეს განსასწრელში ჩავარდებოდა, ყველა ეს ხალხი მიმართავდა ხოლმე წინასწარმეტყველს, რომ მიდიო ღმერთს უთხარიო, რომ აი რაღაც ან კანონი მოგცეს, ან იქნებ დაგვეხმაროს ან რაღაცა და აი ასეთი განსაკუთრებით თქვენ გახსოვთ, რომ სულ პირველი დიდი წინასწარმეტყველი იყო ადამი, რომელიც უმაღლეს ცოდნას ფლობდა, რაც ღმერთმა ადამიანში ჩადო, სამოთხეში ცხოვრობდა, მაგრამ ღმერთთან ერთად იყო სამოთხეში, მაგრამ დაარღვია მერე ღმერთის კანონები და ასე დაკარგა ადამიანმა ეს ღმერთთან ყოფობის დიდი სინათლე. და მერე კაცთა მოდგმის ისტორია ძალიან, ესე იგი, მძიმედ წავიდა, იმიტომ რომ ადამიანები თავისი ადამიანმა ვერ დაიბრუნა სამოთხე. და აი ამ დროს ვინაიდან ადამიანები ძალიან მძიმე განსასწრელში ჩავარდნენ, ფაქტობრივად გახარებულები აღარ იყვნენ, იმიტომ რომ ჯოჯოხეთში წასვლა, ხო ვიცით, რომ სიბნელეში წასვლა და ტკივილებში წასვლა და ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა და აი ამ დროს ღმერთი ულენდა დიდ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ხალხს ნუგეშს აძლევდნენ, რომ მოვა ჟამი, როდესაც მხსნელი მოევლინება კაცობრიობას. ეს მხსნელი არის იესო ქრისტე. ანუ ღმერთი, რომელიც ზეცაშია, კაცად იქცევა, ზეციდან ჩამოვა მიწაზე და ადამიანს გაუხსნის გზას სამოთხეში დასაბრუნებელს. აქედან გამომდინარე, აი ამ იმედით, ამ ნუგეში ცხოვრობდა კაცობრიობა და ელოდებოდა იმ ჟამს, როდის მოვიდოდა გადამწყვეტი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში და მხსნელი არ გადამრჩენელი მოევლინებოდა კაცთა მოდგმას. ანუ დღეს ესე იგი ვისაუბრებთ უკანასკნელ წინასწარმეტყველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე იესო ქრისტე მალე იშვება ჩვენს გადასარჩენად წუთის ოფელში. ეს უკანასკნელი ჩვენი, რომელიც განსაკუთრებული, გამორჩეული და აღმატებულია კაცთა შორის ყველაზე ასეთი დიდი არ დაბადებულა არასდროს, ეს არის იოანე ნათლისმცემელი. იოანე ნათლისმცემელი, ჩემო ძვირფასებო, მის მშობლებს არ ყავდათ შვილი. და იოანე ნათლისმცემლის მშობლები ზაქარია და ელისაბედი ღმერთს ევედრებოდნენ. თან ზაქარია მღვდელთა ტომიდან იყო, ანუ მოძღვარი იყო. მაგრამ არ ყავდათ შვილი. ხო და მაშინ ბავშვებო, უშვილობა ძალიან სასირცხვილო თემა იყო. აი, ასე ამბობდნენ, რომ ვისაც ცოდო აქვს, ღმერთი შვილს არ აძლევს. ხო და ამიტომ ზაქარიას ძალიან უნდოდა, რომ შვილი ყოლოდა, რომ ხალხის წინაშე, ესე იგი, ამ სირცხვილისგან ამოსულიყო. და ევედრებოდა, მაგრამ უკვე მოხუცები იყვნენ ბავშვებო და გამოეცხადება უცბად მთავარ ანგელოზი და ეუბნება, რომ ზაქარია, მოვიდა შენზე მადლი და შენ გეყოლება ბიჭიო. და თან უბრალო შვილი კი არ გეყოლება, ძალიან დიდი წინასწარმეტყველი იქნებაო. ხო და ზაქარიამ იცი რა გააკეთა? ცოტა არ იყოს ეჭვი შეეპარა ბავშვებო, რომ მოხუცი ვარო, ძლივს გადავდივარო, შვილი როგორ გამეყოლებაო და
ასე უთხრა ამ ანგელოზმა, რომ მე ვარ გაბრიელ მთავარ ანგელოზი ზეციდან მოვლენილიო და შენ ამ ეჭვიანობის გამო დაისჯებიო და სანამ შვილი არ გეყოლება ბიჭიო, მანამდე ხმას ვეღარ ამოიღებ. აი ასეთი სასჯელი გექნება, რომ მეტყველების უნარი დაგეკარგებაო. ხო და თქვა თუ არა ეს მთავარ ანგელოზმა და აი როგორც პირი რო გაუყერო, რო ვეღარ ილაპარაკებს, ვეღარ ლაპარაკობს ზაქარია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი საყვარელი დედა ღვთისმშობელი, დედა იესო ქრისტესი და ელისაბედი, იოანე ნათლისმცემლის დედა იყვნენ ახლო ნათესავები. და 6 თვით ადრე დაიბადა იოანე იესო ქრისტესი. მაგრამ ახლა თქვენ მერე ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, გახსოვთ შობაზე რომ ვისაუბრეთ, რომ მეფე შეეშინდა იესო ქრისტეს შობა და ასე ბრძანა რომ სახლებში ჩამოიარეთო და 2 წლამდე ყველა ბავშვი დახოცეთო. რომ ამას ეგონა რომ მე წამართმევსო, თუ მეფე დაიბადა და ქრისტე და მხსნელიო, ესე იგი მეფეთ მაგას აირჩევენო და მე მეფობას დაუკარგაო, შეეშინდა და გასცა ბრძანება და ასე ჩამოიარეს ბავშვობა და 14,000 ბავშვი, პატარები, ძალიან პატარები. აი ესე ამოუხოცეს დედმამას. ხო და აი ამ დროს ელისაბედი და ზაქარია გაიქცნენ. ზაქარია უკვე აღარ იყო ამ დროს ცოცხალი, ელისაბედი მირბის და მოსდევენ და ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ კლდე გაიხსნაო, ელისაბედი შევიდა კლდეში და დაიხურა კლდეო და ასე გადაარჩინა ღმერთმა კლდეში შეიფარა ელისაბედი და ჩვენი საყვარელი პატარა იოანე. ხო და ამომიწყდა მე თქვა, რომ იოანეს როდესაც შვილი გაუჩნდა, ვერ გადაწყვიტეს რა სახელი დაერქმიათ. ხო და ასე ამბობდნენ, რომ მოდი ზაქარია დავარქვათო, იმიტომ რომ ეს მამა ზაქარიაო, მოხუციაო და მალე გარდაიცვლებაო და ეს ბავშვიო კაი სახელიაო და ეს სახელი რო არ დაიკარგოსო, მოდი მაგასაც ზაქარია დავარქვათო. ხო და მივიდნენ ზაქარიასთან და ზაქარია ხო ვერ ლაპარაკობს და ასე უთხრა, არაო, ხელით ანიშნა, არაო. ხო, მაგრამ აბა რა დავარქვათო, მამა შენახარო და შენი სიტყვა მთავარიო, მამის სიტყვა მთავარია. რა თქმა უნდა დედისიც, მაგრამ მამა უპირატესია და მოუტანეს ასეთი ფიცარი. აიღო ბავშვებო და დაწერა ერთი სიტყვა. ი ო ა ნე. და როგორცვე დაწერა იოანე, ღმერთმა დაუბრუნა მეტყველება. აი ასე სასწაულებრივად მოხდა და მერე რა თქმა უნდა განადიდა ღმერთი, მიხვდა რომ ძალიან დიდი წყალობა იყო მის ოჯახზე და მის შვილზე და ეხლა გავაგრძელოთ ეს მომენტი, მისდევენ ამ ელისაბედს, გაიხსნა მთა როგორც გითხარი და შიგნით შეიფარა და რომ მოვიდნენ მხედრები, მთაში კლდეზე როგორღა შევიდოდნენ და ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ ელისაბედი მალე გარდაიცვალაო, ხო მოხუცი იყო ელისაბედი და ეს პატარა იოანე თურმე ანგელოზებმა გაზარდეს. ზეციდან ჩამოვიდნენ ფრთიანი ანგელოზები და ისინი ზდიდნენ, უვლიდნენ პატარას, აძინებდნენ, საჭმელს საჭმებდნენ და ასე ძალიან დიდი წმინდა მამა გაიზარდა ბავშვებო და მინდა გითხრათ, რომ როცა ხატზე დაინახავთ, რომ ადამიანს უყურებთ და ბავშვის სახე კი არა აქვს ლამაზ, დიდი კაცის წვერებიანი სახე აქვს და ფრთები აქვს გამოსახული. ეს არის იოანე ნათლისმცემელი. ანუ ერთადერთი ადამიანთა შორის ფრთებით არის გამოსახული ხატზე. აი იმდენად დიდია იოანე წინასწარმეტყველის სხვათა შორის. სხვებისგან გამორჩეულად და მინდა გითხრათ, რომ იოანემ ესე იგი დაიწყო ადამიანთა შემზადება, რომ მალე უნდა მოსულიყო კაცობრიობაზე მხსნელი. და იცით როგორ გადაგებდა? ასე ამბობდა ადამიანებს ეუბნებოდა, შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულია ცათა სასუფეველიო. ხო და ანუ შემზადეთო, იმიტომ რომ ღმერთი გვიახლოვდება ჩვენო. ხო და ადამიანები მიდიოდნენ იოანესთან და აღსარებას აბარებდნენ.
ვის რა ცოდვები ქონდათ და ასე დაიწყო მასიურად ხალხმა დაიწყო თავის თავში ჩაღრმავება იოანეს დახმარებით, აღმოაჩინეს თავისი ცოდვები. აი, ელენე კაპანაძე მიყურებს ახლა და მას მინდა მივმართო. ელენე, ჩვენ როგორ გავიგებთ ჩვენს ცუდ საქციელზე თუ არ ჩავფიქრდებით, თუ ჩვენ მარტო იმაზე ვიფიქრებთ, რა კარგი ვარ, როგორი ლამაზი ვარ, როგორ კარგად ვიქცევი და თუ ვინმესთან უთანხმოება მომივიდა, იმას რო დავაბრალო. როდის მე მივხვდები, სად დაუშვი შეცდომა? მიხდით და აი ადამიანი როდესაც აი დაფიქრდება, თქვა დაძინების წინ, ან გაღვიძების დროს, ან რაღაცა გზაში მოძრაობს, ან რაღაცა დრო აქვს პატარა, ხო? ხო და ადამიანი როდესაც ჩაუღრმავდება თავის თავს და დაიწყებს იმაზე ფიქრს, აბა სად დაუშვი შეცდომა. განსაკუთრებით მაშინ, როცა რომელიმე ადამიანთან რაღაცა უსიამოვნება შემხვდება. ჩვენ ადამიანები როგორ ავართ იცით? სასწრაფოდ იმას დავაბრალებთ ხოლმე სხვას. თითქოს ყოველთვის ჩვენ მართლები ვიყოთ. მაგრამ აი იოანემ კი გვასწავლა, ჩაუღრმავდით თქვენ თავს და თქვენ თავში ეძებეთ დანაშაული, რა არასწორად გააკეთეთ ღმერთის წინაშე, რა არასწორად გააკეთეთ ოჯახის წევრების წინაშე, რა არასწორად გააკეთეთ მეგობრების, ნათესავების, მეზობლების წინაშე. აი ადამიანი მაშინ მოიქცევა სწორედ, როცა სხვაში მოძებნის კარგს და თუ კარგი მოძებნე სხვაში, კარგს დაინახავ, ხო? და საკუთარ თავში კი ეძებს ცუდს. რატო იმ ცუდს? რომ გაიქცეს სასწრაფოდ მამაოსთან და ახსარებაში სინანულით თქვას ეს ცოდვა, იმიტომ რომ როცა ცუდად მოიქცევი და ვინმეს აწყენინებ და ღმერთის მცნებას და სწავლებას დაარღვევ, ამას ცოდვა ქვია და ამ ცოდვაზე ადამიანს ჯერ სჭირდება სინანული, რომ ინანოს. აი, ეს ნეტა რატო გავაკეთე და მე უკვე სინანული რო იქნება, უკვე მივიდეს მოძღვართან ეკლესიაში და იცით თქვენ ახსარება არის ერთ-ერთზე რომ მოძღვართან ჩუმად ყურში რო უჩურჩულებ, რომ აი ეს შემეშალა, აი ასე არასწორად გავაკეთე, არასწორად და მამაოს ოლარიაქ ესეთი ლამაზი გადააფარებს თავზე, წაუკითხავს შენდობის ლოცვას და ესე დაადებს ხელს და ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ დაადო თავზე ხელი და ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ, ვინაიდან იტკივილა შენი ჩადენილი ცოდვა, შენი ცუდი საქციელი მოგიტევებს, გაპატიებს და განიწმინდები ამ ჭუჭყისგან. აი პირველ რიგში რა მოიტანა ამ დიდებულმა წინასწარმეტყველმა და მერე ნაშრებოდა იცი, შეყავდა ადამიანები წყალში, ასე წელამდე ჩადგებოდა თვითონ და ადამიანები შემოყავდა წყალში და ასე წყალში ნათლავდა, ასე ჩააყურყუმელავებდა სამჯერ. ხალხი ძალიან შეუყვარდა, ალბათ ასეთ განსაკუთრებით არავინ არ ყვარებია კაცთა მოდგმას და ხალხი ეუბნებოდა, შენ ღმერთი ხო არა ხარო, რა წმინდა კაცი ხარო, როგორი მართალი კაცი ხარო და იოანე იცი რას ეუბნებოდა? მე რა ვარო, არაფერი არ ვარო, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე იმდენად მეტია, რომ მას რომ ფეხსაცმლის თასმა შეუკრაო, იმის ღირსიც არა ვარ მეო. ანუ შეკვრანა არის, რომ მოვემსახურო რა. ესე იგი ის იმდენად დიდია ჩემზე, რომ იმას რომ მოვემსახურო, მე იმის ღირსიც არა ვარო. და გაოცებულები იყვნენ ეს ხალხი, კაცო, ეს ესეთი წმინდაო და ამაზე წმინდა რაღა უნდა მოვიდესო და ერთხელაც ბავშვებო, წყალში დგა იოანე, ასე ნათლის ხალხს და უკნიდან იგრძნო, რომ რაღაცა დიდი სიწმიდე და სინათლე უახლოვდება და მოტრიალდება და რას ხედავს, ქრისტე არ მოდის მისკენ. და აი იტყვის, აიო რო გეუბნებოდი თუ აი ეს კაციაო. და ყველა მიტრიალდება ქრისტესკენ. იესო ქრისტე ასე გამოჩნდება ადამიანებთან პირველად. ჩადგება, ხო და უნდა რომ წყალში შემოვიდეს და იოანე ეტყვის, რომ შენ რა გინდაო მონათლაო, შენო ღმერთი ხარო,
შენ ცოდვა არა გაქვსო, შენ არც სინანული გჭირდებაო, არც წყალში თაფლო, არაფერიო, ეს ჩვენ გჭირდებაო. და იესო ეტყვის, არაო, როგორც ყველას ნათლაო, მეც მომნათლეო და ჩემი ნათლია შენიყავიო, ესე უთხრა. ნათლიას ხო ჩვენ ვირჩევთ. ხო და შემოვიდა იესო ქრისტე და ასე წერია, რომ განა ქრისტეს ჭირდებოდა ნათლობა. ქრისტე ხო ღმერთია იესო. და ქრისტემ რო დინარეში ფეხი შემოყო, მთელი მდინარე იკურთხაო. აი ასეთი დიდი სიწმინდე და კაცთა მოდგმას ეს იცით თქვენ, ესე იგი ზემოდან მოისმა მამის ხმამ, როცა წყალში ჩადგა იესო და ასე თქვა მამამ, რომ აი ძე ჩემიო, გამოგიგზავნ, ძე ნიშნავს შვილს. აი ჩემი შვილი გამოგიგზავნე თქვენ გადასარჩენად, რომ თქვენ გადაგარჩინოთ. და აი ამ დროს გადმოფრინდა ზეცა გაიხსნა და ზეციდან მტრედი დაეშვა, ეს მტრედი, პატარა თეთრი მტრედი და მოვიდა და ამ იესოს მხარზე დააჯდა. და ნახეთ რა მოხდა, ხმა რო გაისმა, ის იყო მამა ღმერთი, ვინც წყალში იდგა მოსანათლად, ის იყო ძე ღმერთი, ანუ იესო ქრისტე, და მტრედის სახით ვინც დააჯდა, ეს არის სული წმინდა ღმერთი. ანუ შეიკრა პირველად კაცთა მოდგმას პირველად ეჩვენა სამება ღმერთი, მამა ღმერთი, ხმა, ძე ღმერთი იესო ქრისტე, რომელიც ზეციდან მიწაზე მოვიდა ადამიანის გადასარჩენად, რომ ადამიანი ისევ ზეცაში სამოთხეში დააბრუნოს და სული წმინდის მადლი მტრედის სახით. ამიტომ ეს მოვლენა არის ნათლობის დღესასწაული და გიორგი უშიკიშვილის ქრისტესთან დაახლოებაც დაიწყო ზუსტად გიორგი უშიკიშვილის ნათლობით. ეს არის ჩემი მეგობარი, მაგარი ქართველი, რუსთაველი ბიჭი არის და ძალიან ჭკვიანია, უკვე ჩვენთან 3-4 წელია, არ გაუცდენია გაკვეთილი, ძალიან ერთგულია ღმერთის ტაძარში წირვებს არ აცდენს, სამშობლო უყვარს და ჩვენ მეგობრები ვართ ერთმანეთის. ხო, ესე იგი, აი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო, იწყება ნათლობით. აი ჩვენს სწავლება, ესე იგი და ასე დასრულდა, რასაც ქვია წინასწარმეტყველთა დიდი ღვაწლი, მათ გაამზადეს ნიადაგი ღმერთის მოსასვლელად. და ეხლა უკვე ესე იგი მართალია ძალიან დიდები იყვნენ წინასწარმეტყველები, მაგრამ წინასწარმეტყველებმა ვერ დაუბრუნეს ადამიანს სამოთხის გზა. ვერ შეძლეს, რომ ადამიანი წაეყვანათ სამოთხემდე. ასეთი რამ წინასწარმეტყველებს არ შეუძლიათ. ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია. და ამიტომაც იესო ქრისტე არის ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა ჩვენს გადასარჩენად, რომ დაგვაბრუნოს ჩვენი დაკარგული სამოთხისკენ წაგვიყვანოს. მინდა ბოლოს გითხრათ, რომ მეფეს, ესე იგი, მეფემ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ესე იგი, მოეწონა ფიზიკურად ლამაზი ქალი, რომელსაც თავის ქმარი ყავდა და თან ეს ქმარი ამ მეფის ძმა იყო. მოაკვლევინა ჩუმად, მეფეს ხო თავის ჯარი ყავს და ძალაუფლება. ჩუმად გააგზავნა ამ უღირსმა მეფემ თავისი ძმა მოაკვლევინა და ეს ქალი თავისი ძმის ცოლი თვითონ შეირთო ცოლად. ანუ ცუდად მოიქცა. მაგრამ ღმერთს ხო ვერ მოატყუებს და ღმერთს ხო ვერ შეაშინებს, თორე ხალხს კი აშინებდა და ვერავინ ვერაფერს ვერ უბედავდა, რო ეთქვა, იმიტომ რომ მეფემ არ მოკლას. ხო და იოანე ნათლისმცემელი ხო პირდაპირი კაცი იყო და წინასწარმეტყველი და ძლიერი და არ ეშინოდა არც სიკვდილის, არც მეფის, არც, იმიტომ რომ მან იცის, რომ ჩვენი სული უკვდავი და დაუსრულებელია და მივიდა მეფესთან და უთხრა, რომ შენ ახარ უღირსი ადამიანიო. შენ რაც გააკეთე, ის არ არის სწორეო. ხო და რატო ამაუნთხა, რატო მაკადრე, ამიტომ გაკადრე, რომ შენ როგორ გააკეთე, შენი ძმა მოკალი და შენი ძმის ცოლი როგორ მოიყვანე ცოლათო შენ და შენ ეს არ არის ღმერთის წინაშე სწორეს აქციელიო და ამხილა. ხო და ეხლა ამ მეფის ცოლს ხო გულში ჩაიდო ეს ბოღმა და გადაწყვიტა, რომ როგორმე
მოეშორებინა, მოეკლა იოანე ნათლისმცემელი და მაგას ერთი სხვა ესე იგი სხვა ქმრისგან ყავდა შვილი, ლამაზი ფიზიკურად ლამაზი გოგო სალომია. ხო და ეს სალომია იცი როგორ ცეკვებს ცეკვავდა? აი დღეს რო იციან ხოლმე რომ გაშიშვლდებიან და აი რაღაცა გამომწვევათ რომ ცეკვავენ ხოლმე. და ასეთი ცეკვები იცოდა და ლამაზი ხო იყო და მეფე არ იყო მორწმუნე მეფე. ეხლა მორწმუნე მეფეს ესეთი საქციელი როგორ მოეწონება რომ შიშველების ცეკვას უყუროს და ამით გაერთოს. მაგრამ ის უღირსი მეფე რო იყო, რო სვავდა და დროს ატარებდა, ესეთი სანახაობები უყვარდა და ერთხელაც სალომიას უთხრა რომ შენო გაიცეკვა იციო და თუ ეხლა მიცეკვებო, კაი ხასიათზე ვარო, რასაც მეტყვი შეგისრულებო. ხო და ეს მეფის ცოლი ჩუმად მივიდა სალომიასთან და უთხრა რომ მიდიო ეს სიტყვაო განასხვა დროსაც გეტყვისო, მიდი ეხლაო ჩემი ხათრით იცეკვეო და თუ გითხრა რომ აბა რას თხოვნაც გინდაო, უთხარიო რომ იოანე ნათლისმცემელს მოკვეთე თავი და მე მომიტანეო. და რომ მოუკლავთო, ვიღა გაიგებსო ჩვენ საქციელსო და მოიშორებთო, რომ ესე იგი აღარ გვამხილოს კიდევ. ხო და მართლაც ამ სალომიამ ლამაზად და მეფემ ხო სიტყვა უთხრა და მოულოდნელად ამან უთხრა რომ იოანე ნათლისმცემლის თავი მომიტანეო. მეფეს ძალიან შეწუხდა, იმიტომ რომ იოანე ნათლისმცემელი ხალხს ისე უყვარდა, რომ დაიწყებოდა დიდი აღელვება და ხალხი გამოხატავდა თავის უგმაყოფილებას და აერეოდა ქვეყანაში საქმე. მან ხო უნდა დაალაგოს ქვეყანაზე საქმე, გააწყნაროს ხალხი. ხო და არ უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ სიტყვაში გამოიჭირეს, რომ იტყვიან, რომ შენ ხო თქვიო კაცო და ხო და რაღა ექნა, მოკლედ ძალიან კი შეწუხდა, მაგრამ იწულებული იყო, რომ გაეკეთებინა და გააგზავნა მეხრმლე, ანუ ვისაც ხმალი აქვს და ვისაც ევალება, რომ ესე იგი სიცოცხლე მოუსწრაფოს. ადამიანს იოანე ნათლისმცემელს მოკვეთეს თავი, მოუტანეს მართლაც ლანგარზე დადებული თავი და მოულოდნელად მოხდა დიდი სასწაული. რომ მოვიდა მოკვეთილმა თავმა, უთხრა ჰეროდეს, რომ შენ უღირსი ადამიანი ხარ, იცოდე და მე მაგით მე ღმერთთან წავალ, სული მარადიულია, მე არაფერი დამიშავდება, მაგრამ შენ რა გეშველება, რომ ასეთ არასწორ საქციელს ჩადიხარო. ხო და ეს რა თქმა უნდა ყველა შეაძრწუნა ამ ფაქტმა, იმიტომ რომ მოკვეთილმა თავმა იგივე სიმართლე კიდევ ერთხელ ამხილა უღირსი მეფე. და მინდა გითხრათ, რომ მე ეს უღირსი ადამიანები დიდი ტანჯვა წამებით ასეთივე ესე იგი დიდი სასჯელით დაისაჯნენ. ხალხი მართლაც აღდგა ფეხზე, დაიწყო არეულობა და გადაწყვიტეს, რომ გაქცეოდნენ იქიდან და ეტელი რო წავიდა ზამთარში ყინულებზე მოცურდა ბავშვებო, ჩავარდა და ასე ყინულმა ტანჯვა წამებით ესე იგი მოკვეთა თავი და ასეთი სამარცხვინო სიკვდილით დაისაჯა. და მართლაც როგორც გითხარით, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა ჩვენთან საეკლესიო დიდი წირვალოცვებით აღინიშნება, მძიმე დღე არის, მარხვის დღე არის და 11 სექტემბერია ეს დღე და საქართველოს დედა ეკლესია ყოველთვის დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით და დიდი კრძალვით აღნიშნავს ამ დღესასწაულს და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის საქართველოში ძალიან ბევრი სახელია იოანე. ჩვენ მიტროპოლიტიც ყავს იოანე, რუსთავში ბრძანდებოდა ის მიტროპოლიტან, უამრავი მოძღვარი ყავს იოანე და უამრავი მოსწავლეც ყავს და ახლობელიც იოანე და აი ასეთი დიდი წმინდანი ყავს, აი რო იტყვიან განსაკუთრებული წმინდანი და ჩვენც ვაფასებთ და საქართველოს დედა ეკლესიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამ ჩვენ საყვარელ იოანე ნათლისმცემელს. ეხლა ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი, აი თუ მამა აბრაამმა ერთი ყველაზე მთავარი რაც გვასწავლა, ეს იყო ურყევის წმენა, რომ ღმერთი ისე უყვარდა, არც კი დაფიქრდებოდა, რასაც ეუნებოდა პირდაპირ უსრულებდა და მეორე რაც გვასწავლა, დიდი სტუმართ მასპინძლობა. თუ იობმა გვასწავლა მოთმინება,
თუ დავით მეფემ განსაკუთრებული მინდობა ღვთისადმი აი ამ მინდობით მოახდინა დიდი ესე იგი ღვთაებრივი სასწაულები და დიდი მეფე გახდა ალბათ ყველა დროის ყველაზე დიდი მეფე დავით მეფსალმუნე უნდა დაგვიწერა სოფლიოში ყველაზე პოეტური და ყველაზე ღრმა აზროვანი საგალობელი ასევე სოლომონმა რომელმაც სიბრძნე გვასწავლა აი იოანე ნათლის მცემელმა კი მოგვიწოდა სინანულისკენ მეც მინდა გითხრათ ბავშვებო რომ ვისაც სამოთხეში დაბრუნება უნდა ერთადერთი გზა არის ადამიანის რომ თავის თავში იპოვოს ცუდი ინანოს და ღმერთ შენდომას თხოვოს ამის გარეშე სამოთხეში ვერავინ დაბრუნდება ეგრე რომ თქვენ ვინმე არ იფიქროს რომ მე რო ჩემ ცუდს მოუყვები მოძღვარს ამის გამო მოძღვარი შემიძულებს მე სიყვარულით აღარ მომეპყრობა იმიტომ რომ მე ხო ცუდი უნდა უთხრა ჩემზე რომ აი მოვიპარე აი ცუდი სიტყვა ვთქვი აი გავაბრაზე მასწავლებელს დავცინე ან აი მეგობარი დავჩაგრე უყვირი ანუ ცემე ან ასეთი მრავალი შეცდომა გვაქვს ადამიანს მაგრამ ასე არ არის მოძღვარს უფრო უყვარდება ადამიანი ვინც რაც უფრო მძიმეა ცოდვა უფრო გულში ჩაიხუტებს იმიტომ რომ თავისუფლდება ის ამ ცოდვისგან ხო მე ასევე უნდა გითხრათ რომ ვინც არის ის ახსარების საიდუმლო მოძღვარი ღვთის წინაშე ვალდებულია პირობა აქ დადებული რომ არ შენი ახსარება არავის არასდროს არ უთხრას ეგრე რომ ის არასდროს არ იფიქროთ რომ ამას მოძღვრიდან ვინმე გაიგებს ეს არის ურწმუნოება ვინც ამას ფიქრობს ეს ნიშნავს რომ მას ღმერთი არ ასწამს და ეჭვიანობს ეკლესიაზე არც ერთ მოძღვარს არასდროს ასეთი რამ არ გაუკეთებია ეს მოძღვარმა რო გააკეთოს უსწრაფესად დაისჯება თვითონ ღვთისგან და ეხლა რა უწერიათ ჩვენ მამებს ეკლესიის მამებს რომ გარდა იმისა რომ შენ თავში ცუდი უნდა იპოვო და ინანო შენი ცუდის აქციელი აი სინანული ის არის კიდევ ერთი რამე უნდა გაგაჩნდეს ეს არის იმედი იმისა რომ ღმერთი ამ ცოდვას სინანულით რომ მიხვალ აუცილებლად გაპატიებს ესე იგი ნახეთ სინანული იმედის გარეშე რომ ღმერთი გაპატიებს სასოწარკვეთილებაო სასოწარკვეთილება არის უკვე ურწმუნოთ რო დარჩები უიმედოთ რო დარჩები უღმერთოთ რო დარჩები ამიტომ ჯვარი გწერია ჩვენ ისე ვერავინ ვიცხოვრებთ რომ ცოდვა და რამე არ შეგვეშალოს ამის ნუ გეშინიათ ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ თავიდანვე ასე ვიყოთ განწყობილი მეორე და თუ მაინც ჩავიდინეთ უნდა ვინანოთ ჩვენი ცოდვა უნდა არ უნდა ზედმეტი რამე არაფერი ვინანებთ თუ ცრემლებით წამოგვივა კიდევ უკეთესი ვილოცოთ მოვემზადოთ მივალთ მოძღვართან ტაძარში და ვეტყვით ამ ცოდვას რა ცოდვაც მოგვივიდა მოძღვარი წაგვიკითხავს და ღმერთი შეგვინდობს მორჩა იმ ცოდვას აღარ ჭირდება მერე 10 ჯერ და 20 ჯერ და ზედმეტი ფიქრი და დარდი იმაზე რომ ეს რა მომივიდა და რამე მოკლედ მამა ზაქარია უკეთესად გვეტყვის რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს იმიტომ რომ თვითონ მოძღვარია და ამ საიდუმლოს უფრო უკეთესად გადმოგცემთ და გთხოვთ მამა ზაქარია და მე თქვენთვის მომზადებული მაქვს მულტფილმი და მე უყუროთ იმას და ვიმსჯელოთ აბა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო საყვარლებო ძვირფასებო მოკლედ ლექსომ გითხრათ და მე მგონი ხვდებით ყველა ხა ვინც ტაძარში დადის ყველა ხვდება ამას თუმცა არის რაღაცა გარკვეული ბარიერი რაღაც შიგნით სინდისის ამბავი სირცხვილის გრძნობის განცდა რომ აი ეს რო დამემართა ვთქვათ ეხა რას იფიქრებს მოძღვარი და ან ეს ჩვეულებრივი ამბავია იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია როცა ადამიანი ცოდვით დაისურვება ასე თქვა ცოდვისი
სიბინძურეს მიიღებს ეს ცხენია. ნახეთ ადამს და ევასაც შეერცხვა ძალიან ღმერთის, ნახე. ეს იქიდან მოყოლებულია ჩვენზე, იმიტომ რომ ნახეთ ცოდვა არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და შესაბამისად გვაწუხებს და ვიმალებით. ნახეთ როგორი მდგომარეობა რატო დაიმალა ადამი და ევა. ღმერთს დაემალნენ. აბა რომ გამოსულიყო ადამი და ევა და ეთქვა რომ იცი რა ღმერთო, რაღაცა უცნაური ხდება ჩვენს თავს. რაღაც ისე ვეღარ ვართ შენთან, როგორც ამდეხას ვიყავით. რაღაც თითქოს დისტანცია გვაქვს უკვე და სიბრალია ის რო შევჭამეთ იმის გამო დაგვემართა. აი გვაუშვა თვითონ რო დაესვათ ეს შეკითხვა. რო შევწოდეთ, ხო იმის გამო დაგვემართა? მაგრამ არა, ნახეთ, როცა შეჭამეს აკრძალული ხილი, იმ წუთას სინდის ამხილა ისინი და ვინაც უთხრა რომ არ შეჭამო, იმას დაემალნენ. ანუ თავის შემოქმნეს. აი ზუსტად ესე გვემართება ხოლმე ჩვენს ადამიანებს, როცა რაღაც ცოდვას ჩავიდეს და მერე ცხენია მისი აღიარება. ვემალებით ვის? ერთმა ხო იცის ისედაც რომ ეს ჩავიდინეთ. მაგრამ ცხენია მოძღვართან თქვა, ან საკუთარ თავთან აღიარებაც კი ცხენია და მაქსიმალურად ადამიანი ეძებს იმ მომენტს, რომ გაამართლოს თავის თავში ეს ჩადენილი ცოდვა. რაც პირდაპირ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ როცა ცდილობ რომ ასე თქვათ, შეეცადო შეგონებაში რომ აპატიო საკუთარ თავს და არ მოინანიო, ნახე, მოუნანიებლად აპატიო. ო, აი ეს უკვე ნიშნავს, რომ როგორც ადამი და ევა აპატიეს თავის თავს, არ ითხოვეს შენდობა ღვთისგან, არ აღიარეს ის, რაც ისედაც იცოდა ღმერთმა, ამის გამო დაკარგეს 64. ნახეთ ეს 64-ის დაკარგვა კიდე რას ნიშნავს? იმას, რომ შენ როცა არ აღიარებ შენ ცოდვას, ცოდვა გაცილებს ღმერთს. ანუ თუ ღმერთს დავცილდი, შესაბამისად მე 64-ს დავცილდი. აქედან გამომდინარე, ვალდებულება არის ჩემთვის, ჩემი პირადად, ჩემი სულის მიმართ, რომ ის რა შეცდომას დაუშვა ადამმა და ევამ, იმით რომ არ აღიარეს და შემდეგში დაკარგეს 64, მეც იგივე არ გავაკეთო. ნახე, ჩვენ ხო გვაქვს ეს გამოცდილება. დედამიწაზე როცა ცხოვრობთ, გვაქვს ეს გამოცდილება მოგვეცა ღვთისგან იმისთვის, რომ ჩვენ აღარ დავფაროთ ეს ცოდვა, ვაღიაროთ მოძღვართან და ის მომენტი, აი თქვათ იმის განსა რომ რას იფიქრებს მოძღვარი, ითხრათ კიდევაც ლექსომ. ნახეთ რა ხდება. ჩემთან როცა მოდიან მაგალითად ახსარებაზე, მე იმ წუთას ხვდები თუ იმ ადამიანს ცხენია ან ცდილობს თავი გაიმართლოს, მე ძალიან მძიმდები მაგ დროს და ძალიან მწუხარ. იმიტომ რომ იმისთვის კი არ მოვიდა რომ აღიაროს და გაიწმინდოს და ეპატიოს. არა, იმისთვის მოვიდა რომ იცი უნდა თან უნდა რომ ეპატიოს, მაგრამ თან არ უნდა აღიაროს რომ ცოდვილია. და ნახეთ როგორ ხდება ჩემო კარგებო. თუ აღიარებთ, ღმერთი გვეუბნება რომ მოდით ჩემთან მაშვალდად თვითმცემელი და მე განგისვენოთ თქვენ, ანუ რას ნიშნავს? თუ დავიდანაშაულებთ საკუთარ თავს და ვიტყვით რომ ცოდვილი ვარ, მაშინ ღმერთი გაგვამართლებს. ნახე, ამას ელოდება ღმერთი ჩვენგან. მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით რომ იცი რა, ჩემი ბრალი კი იყო, მაგრამ უფრო მეტი იმის ბრალი იყო, ვისაც ვეჩხუბებ, თქვათ. აი, ჩემი ბრალი კი იყო, დედას ვაწყეინე, მაგრამ დედამაც დამიყვირა. ანუ ნახე, გააშუალედე შენი ესე თქვათ ცოდვა. ნახევარი იმას დააბრალი, ნახევარი შენ თავს. მაგრამ ასე კი არ უნდა ვთქვა. უნდა ვთქვათ, რომ ჩემი ბრალია. მე შევწოდე და შენდობას ვითხოვ. და როცა შენ ასე ამბობ, რომ შენ სხვას არ აბრალებ არაფერს, უნდა მომეთმინა, ასე უნდა თქვა. შევწოდე, აი, მე მაგალითად როცა ახსარებას ვაწერინებ ზოგიერთ წერილობით, ვეუბნები, რომ აი, დავაწერე, შევწოდე ღვთის წინაშე და ჩამოთვალე ცოდვები. აი, მაგალითად ზოგიერთ ადამიანს აქვს ესეთი
აზრი, რომ აი ბევრს წერს რაღაცებს ახსარებაში. ყვება ამბებს. იქ როგორი ცუდია მისი ოჯახის წევრი თქვათ, არ ყვება რაღაც ამბებს, როგორ აწყენინა მეზობელმა. ეს არ არის ახსარება. ასე არ უნდა იყოს. ყოველთვის ახსარებაში უნდა დაიწეროს ის, რა დააშავე შენ. და აი ამ შემთხვევაში უკვე ანუ ღმერთი გაპატიებს, რომ შენ ნანო. იმიტომ რომ არ არის ცოდვა, რა სიმძიმისაც არ უნდა იყოს, რომელიც არ აპატიოს ღმერთმა. უბრალოდ ღმერთი ანუ სულიწმინდის გმობა არ აპატიება, ანუ სულიწმინდის გმობა ნიშნავს, როცა ადამიანი ახლა გმობს ღმერთს, ან თავს იკლავს და არ მიენდობა ღმერთს, ის ადამიანი შესაბამისად იმას ვერაფერი ვერ მიეტევება, იმიტომ რომ მას არ აქვს სურვილი რომ მიეტევოს. როგორ და სურვილი ადამიანს დაევას იმისა, რომ ეს ცოდვა მოტევებოდა, მაშინ აღიარებდნენ. არ ქონდათ სურვილი. შესაბამისად დღეს უკვე აი ადამიანების უმრავლესობა ამბობენ ეს რამეს, რომ ნუ ესეთები ვართ და ყველა ცოდვილი არ არის. ნახე რა ცუდი ის არის. ყველა ცოდვილები არა ვართ. ნუ ეხლა კაცი არ მომიკლავს და ასე იცის ზოგიერთი. არა. მაინც და მაინც კაცი უნდა მოკლედ ცოდვილი რო იყო. ამიტომ ნებისმიერი ცოდვა, რომელიც ჩვენი სინდისით გვაწუხებს ჩვენ, ის აზიანებს ჩვენ სულს. ნახეთ, მცირე ცოდვაც რო გაამართლო საკუთარ თავში. მცირე ცოდვაც რო გაამართლო, ის ცოდვა წარწყვეტს. ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობთ ესეთ რამეს. უფალო შემიწყალე მე ბაპატიე შემი შესოდებებით ნებსით და უნებლიეთ. რატომ ვამბობთ ამას? ნებსით რომელსაც ვიაზრებთ და ვიცით რომელიც ცოდვა ჩავიდინეთ, ვაღიარებთ, მაგრამ ნახეთ იმასაც ვეძებთ ღმერთს, რომელიც არ მახსოვს ისიც ბაპატიეო. იმიტომ რომ ვიცით რომ თუ ცოდვას დავიტოვებთ ჩვენში და რომელიმეს გავამართლებთ ან რაღაცას მოვიმიზეზებთ, ის ცოდვა დაგვჯის. რა მნიშვნელობა აქვს რომელიც ცოდვა დაგვჯის? დიდი თუ მცირე? ამიტომ შეხედე რა ხდება, ადამიანი უნდა იყოს ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ნებისმიერი სიბინძურე, რაც კი ცოდვის სახით შევა მის გონებაში და გუნდში, მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად აღიაროს მოძღვრის წინაშე და ნახეთ როგორ არის, როცა მოდის მხსარებელი, რომელიც არის გულწრფელი და საკუთარ თავს იდანაშაულებს, ხოლოდ ისეთი სიხარული მოდის მაშინ, რომ აი თქვენ ამას ვერ წარმოიდგენთ. ვისაც განუცდი ახლა, ვისაც უთქვამს გულწრფელად ახსარება, ის ამას წარმოიდგენს, იმიტომ რომ გულწრფელად რო გაიხსნება ადამიანი, მოძღვარიც ძალიან კარგად გძოვს, მაშინ თავს უხარია. ბედნიერია რით, იცი, მე მაგალითად ბედნიერი ვარ იმით, რომ გულწრფელად რო ამბობს ახსარებას, განიწმინდება და წავა თვითონ გახარებული. მეც მიხარია. იმიტომ რომ ღმერთს ხო ყველას გადარჩენა უნდა. აქედან გამომდინარე, არ უნდა დავფაროთ ჩვენი ცოდვები, მოძღვარი აუცილებლად შეიძლება მოძღვარმა შენიშვნა მოქცეს. და გითხრას, რომ თქვათ ეს ცოდვა არის გამოწვეული აქედან რაღაცას მოქცევს და რიგებას და უნდა ეცადო, რომ შენ გამოასწორო, შეძლებისდაგვარად ის ცოდვა იმუშაო საკუთარ თავზე, ილოცო, რომ ღმერთმა კიდე აღარ ჩაგაგდოს ისეთ ცოდვაში, რომელიც თქვათ შენი სულისთვის იქნება დამაზიანებელი. ასე რომ ამას უნდა შევხედოთ ესე ცოტა გულისხმიერებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და წავიკითხოთ ლოცვები, ზიარების წინ, თქვათ ახსარების წინ, მივიდეთ მოძღვართან ესე და თუ თქვენ არ შეგიძლიათ ბოლომდე იმის თქმა, რაც გაქვთ გულში, უნდა თხოვოთ მოძღვარს, რომ თუ შეგიძლია მამაო დამისვი შეკითხვა და მე გიპასუხებ და თქვენ გულწრფელად უნდა უპასუხოთ ამ ასე თქვათ შეკითხვებზე. და როცა გასცემთ შეკითხვებს, იმიტომ რომ მოძღვარმა იცის ყველა ადამიანს რა ცოდვები აქვს ძირითადად და იმ საკითხებზე დაგელაპარაკებთ და მე თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს და ამის გამო ღმერთი გაპატიებთ. ასე რომ ამას ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელი, ამას ქადაგებს ყველა წმინდა მამა, ყველა მოძღვარი, რომ სინანული, იმიტომ რომ შეინანეთ რამე თუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. და ამას ამბობს უფალი იესო ქრისტე, მისი სიტყვებია ეს და იმას მიმეორებთ ჩვენ ყველა, იმიტომ რომ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა ნიშნავს ჩვენ არავინ არ ვიცით, როდის გადავინაცვლებთ
მარადისობაში. ასე რომ თუ არ ვიქნება მონანიებული და თუ არ ვიქნებით სინანულით, ლოცვით, მარხვით, თავშეკავებით, ახსარებით და ზიარებით, მაშინ გაგვიჭირდება 64-ში დამკვიდრება. ასე რომ არ მოგერიდოთ თქვენ მოძღვრებთან, აუცილებლად აღიარეთ თქვენი ცოდვები, ჩაგეხუტებიან თქვენი მოძღვრები, მოგეფერებიან და გაუხარდებათ, რომ ესეთი გულწრფელები და გულღიები ხართ და გინდათ, რომ ღმერთთან ახლოს მიხვიდეთ. ღმერთმა ინებოს, რომ დაგლოცოთ, გაკურთხოთ და ახლოს სულიერად სულით და გულით ჩაგახუტოთ იესო ქრისტეს, დაგლოცოთ და გაკურთხოთ. გაიხარეთ მამაო. ძველ დროში ცხოვრობდა ერთი წმიდა ბერი, რომელიც ბევრს ლოცულობდა და ხშირად წუხდა ადამიანთა ცოდვებზე და უკვირდა, რატომ ხდება ასე, რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან, ღვთის წინაშე ლოცულობენ, მაგრამ ცხოვრობენ ისე ცუდად. ცოდვა არ კლებულობსო. უფალო, ნუ თუ არ ისმენ ჩვენს ლოცვებს. ხალხი განუწყვეტლივ ლოცულობს, რომ იცხოვრონ მშვიდობასა და სინანულში და ვერაფრით მოუხერხებიათ. ნუ თუ ამაოა მათი ლოცვა. ერთხელ მას ამ ფიქრებში ჩასთვლიმა. და გამოეცხადა მას ხივოსანი ანგელოზი. ნუ გაშენია, მე ღვთის ანგელოზი ვარ, წამოდი ჩემთან ერთად. ანგელოზმა წაიყვანა ბერი მაღლა დედამიწიდან. იმის მიხედვით თუ რამდენად მაღლა ადიოდნენ ისინი, სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა დედამიწიდან ამომავალი ხმები. ხოლოდ ხანდახან მოფრინავდნენ საიდანღაც ჰარმონიული და ნაზი ხმები. ეს რა ხმებია? ეს წმიდა ლოცვებია. აქ მხოლოდ ისინი ისმის. მაგრამ რატომ ისმის ისინი ასე სუსტად? რატომა ეს ხმები ასე ცოტა? ახლა ხომ მთელი ტაძარი ლოცულობს. გინდა იცოდე? იხილე. შორს ქვემოთ მოჩანდა დიდი ტაძარი. სასწაულებრივი ძალით გაიხსნა მისი თაღები და ბერს შეეძლო დაენახა ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა. ტაძარი მთლიანად ხალხით იყო სავსე, აღევლინებოდა წირვა. მაგრამ არავითარი ხმა არ ისმოდა. მთელი ეკლესია დამუნჯებულიყო. გუნდს კი ნამდვილად გავიგონებ. რა ხდება? რისგანაა ეს? დავეშვათ, დაინახავ და მიხვდები. ისინი ნელა ყველასაგან უხილავად ტაძარში დაეშვნენ. იხილე მათი აზრები და მიხვდები. აი მე რომ ყოფილიყავი რეგენტი, სულ სხვა იქნებოდა. გალობა სულ სხვა იქნებოდა. ნეტამ მღვდლად როდის მაკურთხებენ? მე ხომ დიდი ხანია მსახურობ. ეს საძეგელი ფოსტის უფროსის ცოლი. ისევ ახალი ქუდი დაუხურავს, ქმარი ლოთობს, შვილები შემოგლეჯილები დაუდის. ამას კი თავი მოაქვს. რა დასანანია? იაფად გავყიდე. სადღაიშოვი ასეთ საქონელს. სულ მცირე 1000 მაინც დავკარგე. თუ არა და 1000 კარგი გოგოა სოფიო, ყველაფრით გამორჩეული, სახით, მიხვრა-მოხვრით, გარჯით. აი ასეთი იქნებოდა კარგი. ნეტა ცოლად უწამომყვება. ახლა ხომ ხდები?
ასეთი ლოცვები ჩვენამდე ვერ აღწევს. ამიტომაც გეჩვენება, რომ ყველანი მუნჯები არიან. ძალიან მიყვარს მე ჩემი დედიკო და ხელავ. უფალო, შენ კეთილი და მოწყალე ხარ. გადაარჩინე, შეიწყალე, განკურნე საბრალო დედაჩემი. გევედრები, დაიფარე დედაჩემი. ძალიან მიყვარს მე ჩემი დედიკო და ხელავ. უფალო, შენ კეთილი და მოწყალე ხარ. გადაარჩინე, შეიწყალე, განკურნე საბრალო დედაჩემი. დაიფარე დედაჩემი. ძალიან მიყვარს მე ჩემი დედიკო და ხელავ. აი ლოცვები, რომლებიც ჩვენთან ისმის. მხოლოდ ასეთი გულმხურვალე და გულწრფელი ლოცვები აღწევს ღმერთამდე. აი თურმე რა არის მიზეზი. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და აბა ოთარ რა გვასწავლა იოანე ნათლისმცემელმა ყველაზე მთავარი რა გვასწავლა რა უნდა გავაკეთოთო ვისაც ღმერთი გვინდა და სამოთხეში დაბრუნებაო აღსარება უნდა ჩავაბაროთ ანუ აღსარების წინ რა უნდა უძღოდეს აღსარებას აბა მოეხმაროთ ვინ სიკეთე არა აბა მოусმინე ყურადღებით სინანული რაო სინანული დიახ აბა რა არის ოთარ სინანული აბა შენ განგიცდია ეგ რა არის დიახ აბა მოგვიყევი აბა შენ თვითონ იმსჯელე შენ თვითონ რაც გინდა ისატყვი სხვებს დაანებეთაო შენ თვითონ როგორ ჩათვლი ისე იმსჯელე შენ თვითონ ყველაფერი სწორედ იცი შენ და თამამი იყავი აბა შენ თვითონ თავისუფლად ისაუბრე ჩვენ ხო მეგობრები ვართ აბა რა არის სინანული როდესაც ადამიანი მოინანიებს თავის ცუდ საქციელს თავის ცუდ საქციელს კი ბატონო ნამდვილად სწორია ესე იგი იოანე ნათლისმცემელმა პირველ რიგში გვასწავლა ყველას რომ ხო ეხლა დიდი მადლობა ოთარ მოდი აბა ეხლა საიდან ხარ ოთარ თბილისი რომელი ჯგუფიდან ხარ რომელი სკოლიდან საიდან გაიგეთ ოთარო ასმეშვიდე ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი ვინ ჩაგრთოთ თქვენთან დედა ხოდა კარგი საყვარელი ანუ რა შეგეკითხა იცი გამარჯობათ გამარჯობათ რაღაც სამშობლოთ მცოდნეობის ჯგუფში ვართ ეკა აქტიურობს ხოლმე ქალბატონი ეკა და მან ქალბატონი ეკა გვიგდებს ხოლმე აი ამ ზუმის კი ბატონო ჩართვის ლინკს ახმეტელი ეკა ეთქობა კი ბატონო სხვა ეკაც აყვავს ჩვენ გობეჯიშვილი და გავარკვიე ხო ესე ვუწოდე ხო რომ გაგიცნოთ რა რო უყურადღებოთ არავინ მყავდეს რომ ერთად ვიყოთ და კარგი დიდი აბა ჩემო ძვირფასებო მადლობა თქვენ გაიხარეთ სხვებიც გავიცნოთ ჩავებათ ოთარ შენ ეხლა ისევ დააჭირე მან ხელი რომ ხო აი ყოჩახ აბა ეხლა ვინ მეტყვის რა საჭიროა სინანული აი რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი ლუკა ქორიძე მეტყვის ძალისიეს ჭკვიანი ბიჭი აქტიური ძალიან ოჩახი აი ეს თეკლეც აქ არის ჩვენი საყვარელი მარიამი და ყველა გამარჯობა მას გაუმაჯოს ლუკა
მას სინანული იმისთვის ჭირდება, რომ უფალმა გვაპატიოს მას ჩვენი შეცდომები და გაგვიხსნას 60-ის კარიბჭე მას. დიახ, ლუკა, რატო თქვა? და დაგვებრუნოს 60-ის კარიბჭე. ნამდვილად სწორია. რატო თქვა იოანე ნათლისმცემელმა, რომ ვისაც გადარჩენა გინდათ, ყველამ უნდა შეინანოთო. რას გვასწავლის ეს? მას უნდა მოვინანიოს ჩვენი ცოდვები, რომ უცოდველი ადამიანი მას სულ ძიმია, მას სულ დარდობს და სულ ცუდათაა რა. თავს კარგად ვერ გხსნობს. ანუ ესე იგი უცოდველი უცოდველის კი ყველაფერი უხარია მას. ლუკა, მოდი იცი რა გითხარი? ესე იგი რა არის? ვისაც 60-ში ასეთი ადამიანი არსებობს, ვინც ცოდვას არ ჩაიდენს? არ არსებობს, მას მხოლოდ უკვე არის იესო ქრისტე მას და უკვე. დიახ. მხოლოდ ეგორი ადამიანი არსებობს, მეტი არ არის. ნახე ჩემო საყვარელო, ესე იგი იმიტომ თქვა, რომ ვისაც გადარჩენა გინდათ მოინანიეთო, რომ ადამიანი არ არსებობს, ვისაც ცოდვა არ აქვსო. ანუ აეხლა რომ ვინმე ხელი აწიოს, მე არა მაქვს მასწავლებელო ცოდვა, არაფერი ცუდი არ გამიკეთებიო, მართალი იქნება? არ არსებობს მას ეგეთი ადამიანი. ხო და აი ყოჩახ ნამდვილად იოანე ნათლისმცემელი იმიტომ გვეუბნება, რომ ცოდვა ყველას აქვს. თუ ვინმე იტყვის მე არა მაქვს, მან ვერ დაინახა თავის თავში, ჯერ არ დაუნახია ცოდვა. რატო არ დაუნახია? იმიტომ რომ ამაზე არ უფიქრია. ის თავის თავს სულ ამას. ამიტომ მას ვინმე რამეს დაგიშავებს, მას იმაში არ უნდა ეძებო პრობლემა. უნდა იფიქრო, შენ ხო არ დაუშავე რამე და მე მაგითან ხო არ გითხრა რამე და თუ იპოვე მაგ რაღაცას, მე უნდა მოინანიო მას და უნდა მოინანიო რა. კარგი ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა, გაუთიშე შენ ხმა. აბა მოდი ახლა კიდე სხვებს ვკითხოთ, ჩავრთოთ კიდე. აბა ვინმე ტყვის სინანული კიდე რას მოიცავს, გარდა იმისა, რომ ადამიანმა თავის თავში იპოვოს ცოდვა და აღიაროს მოძღურის წინაშე. კიდე ერთი რამე უნდაო. თორე ისე ძალიან საშიშიაო. გვასწავლის ეკლესია. აბა რა არის ისეთი, რომელიც აუცილებლად უნდა ახლდეს სინანულსთან. აბა ქეთევან ქართველი შვილმა ყველას დაასწრო ხელისაწევა და გაგვაგებინოს თავისი ლაწყრიალა ხმა. ფართე ქეთევან. მას ეკლესიაში რომ მიდიოდნენ ადამიანები არ იყვნენ არ იძახოდნენ იმას, რაც ეკლესიას შეესაბამებოდა. მას სხვა რაღაცაზე ჰქონდათ გადატანილი ყურადღება. კარგი, მართალია, სხვაზე ჰქონდა გადატანილი, მაგრამ მე ნახე რა შეკითხვა დავსვი, მე ასეთი შეკითხვა დავსვი, რომ გარდა იმისა ადამიანს რო ქონდეს სინანული თავისი ცუდის აქციელის, კიდე რაღაცა არის საჭირო. იმის გარეშე ეს არ შეიძლებაო. აბა მოდი ვკითხოთ, მე მიშიშები თეკლამაცია ასევე ხელი ძალიან სწრაფად. მე მიშიშები ასე წერია თამარ მასწავლებელო ქართულად. მასწავლებელო, სხვაში უნდა ვიპოვოთ კარგი და ჩვენში უნდა ვიპოვოთ ცუდი. ო მართალი ხარ, აბსოლუტურად მართალი ხარ, ძალიან დიდი სიბრძნეა და ყველაზე მთავარი კარგად დაგიმახსოვრებია, მაგრამ მე ნახე რას გეკითხები, კაი ვიპოვე მე ჩემ თავში ცუდი ვეძებე, ვიპოვე, მაქვს სინანული, მაგრამ რაღაცა კიდე საჭირო. მარიამ ხანდოლიშვილს თხოვოთ ახლა, აბა მოусმინეთ ყურადღებით რა არის ისე სინანული არასწორია. თუ იმ მეორე რაღაცას არ ვიპოვით. აბა ვინ გაიგო ესა და ვინ დაიმახსოვრა.
ერთად. გულით უნდა მოვინანიოთ მას. კარგი მარიამ, კი ბატონო, ვთქვით, გულით მონანიება, მაგრამ მეორე რა ვთქვით? ეგ ხო პირველია. აბა მართა ასანიძე მაწია კიდე ჭიათურამ ხელი. ერთი გასაგებია, სინანული და გულით სინანული მართალია. მაგრამ მეორე რა გვინდა კიდე, მართა? მას ღმერთთან მინდობა, რომ ის გვაპატიებს. ანუ დააკონკრეტე კარგად, რა გვინდა ღმერთის? ნდობა მას. ნდობა არა, დაუკვირდი კარგად? რო გვაპატიებს, რა ქვია მაგას? აბა ვინ დაეხმარება? მართალია რო გვაპატიებს, ეს უნდა კონდეს, მაგრამ რა ქვია მაგას? ნიკოლოს კვანტიძემ თქვას, აბა ჭიათურა. მას მოტევება. მარა, აბა გაიხსენეთ. ესე იგი კიდევ ყურადღებით მომისმინეთ, აბა? მე გითხარით ასეთი რამე, რომ პირველი რა თქმა უნდა ვეძებოთ ჩვენში, როგორც თეკლამა თქვა, თეკლემ, რომ სხვაში კარგი, შენში ცუდი. ვიპოვე ცუდი, ვეძებე, ვიპოვე. ვაიმე დავიწყე ახლა ტირილი, ვაიმე ეს რა გავამკეთე, რატო ვცემე, რატო დავცინე და შეიძლება გული წამივიდეს და წავიქცე იქა. ის ერთი რაღაცა უნდა მქონდეს. ამასთან ერთად, თორე შეიძლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდე. ნინო კანთელაშვილი იწვის ხაშურიდან. გამარჯობა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მამაოსთან მოძღვართან იტყვის ამ მის ცოდვას, გონია რომ მას გასცემს და ეშინია რომ რაღაც ეშინია რომ გასცემს და ვინმესთან იტყვის და ჩვენ ამაზრით არ უნდა ვიყოთ, რადგან მას ასე ვთქვათ ღმერთთან აქვს წესი, რომელიც დარღვევისას ღმერთი ასე ვთქვათ დასჭის. და ჩვენ იმაზე უნდა ვიყოთ, რომ რა ქვია, უბრალოდ ჩვენი ცოდვები მოვიენანიო და არსად არ გასცემს და სანდო ადამიანია, როგორც ღმერთი ჩვენს მიმართ. ხო, ძალიან კარგად იმშელა ნინო, დიდი მადლობა. მაგრამ ჩემო ძვირფასო, მაგას ქვია ნდობა, ანუ მოძღვრის ნდობა უნდა გქონდეს, ხო? ნდობა უკეთქვეს, მაგრამ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი გვინდა. ეგეც რა თქმა უნდა კი. შენ რა გქვია, ის გითხარი ჯერ? ხათუნა. ხათუნა ხარ შენც? აჰა. ხათუნა ყოფილა. ხო, ესე იგი სინანული და მიტოვება ითქვა. მაგრამ კიდევ ერთი რაღაცა ვთქვით ჩვენ. რომლის გარეშეც სინანული უკვე საშიში ხდება. თუ ის არაო გვაქვს თან. რა კარგია, მე როგორ მიხარია ამ ხელა მსჯელობა რო წავიდა, იმიტომ რომ არასდროს აღარ დაგავიწყდებათ, ეხლა პასუხს რო იტყვიან ბავშვები და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენც აი ასე გაიწელა ეს კითხვა და პასუხიც რო შემოვა და მერე ვიცი რომ ყველა, აბა ვინც არ ყოფილა, ხარატიანები არიან ბარბარე და სოფო. აბა ჩავრთოთ ეს ლამაზი გოგოები. გამარჯობა, მე ვარ ბარბარე ხარატიანი. სადა ხარ ბარბარე? ხაშურის რაიონის სოფელ კოცაში, თქვენ რო იყავით ჩვენთან. ენაცვალე ჩემო ლამაზო. აბა რა გვინდაო მეორე სინანულთან ერთად? წმენა. რა კარგია, კიდე არ არის პასუხი სწორე და მე კიდე უფრო გავიხარდა, იმიტომ რომ ყველაფერი ვთქვით და ნელ-ნელა მივაგნებთ იმასაც, რაც გვინდა. მაგდან ხუციშვილი ყოფილა დღეს. მაგდან ხუციშვილი, მაგდანა. მაგდანა გოგოს ჩაურთეთ ახლა. მაგდანა შენც უნდა ჩართო. დიახ, აბა გისმენთ. ჩემი აზრით არც ერთ სინანულს არ აქვს აზრი, თუ ღმერთისაგან შენდობა ღმერთი არ შეგვინდობს. რა თქმა უნდა მართალია, შენდობა გვინდა ღმერთის და ღმერთი შეგვინდობს აუცილებლად, როცა ვეტყვით რომ აპატიე ღმერთო, შეგვინდობს. მაგრამ აი ახლა უყურე, ჯერ ხომ მე ცუდი ჩავიდინე, ნახეთ,
დაუკვირდით, აბა, კარგად გაიაზრეთ. ჩავიდინე, დავიწყე ფიქრი, აბა, ჩემს თავზე. მე რა ჩავიდინე ცუდი, გამახსენდა, უიმე, მე ხო მოვიპარე. დამეწყო სინანული. მაგრამ ამ სინანულთან ერთად მინდა რაღაცა. თორემ ასე იუდა არ იყო სინანულში, ცუდი რო ჩაიდინა, იუდამ რომ ქრისტე გაყიდა 30 ვერცხლად, ქონდა სინანული. მაგრამ რაღაცა არ ქონდა იუდას. მე ეს გითხარით და იმიტომ გეკითხებით, ეხლა მე არ მინდა რომ გითხრათ. თქვენ თვითონ აღმოაჩინოთ. პატიება. არა, პატიება ხო ითქვა. ნიკა ბიწაძეს არ უთქვამს დღეს. ნიკა ბიწაძეს ჭიათურა. ბას ლოცვა. ლოცვა. არ არის მართალი. კარგი, მოდი ახლა ქუთაისელებს უთხრათ, ესენი ისეთი ყოჩაღები არიან, კახავერი და დავითი, რომ მაგათ ეცოდინებათ, აღარ გადაგღლით ძალიან. აბა დავით, თუ კახავე, რომელი ხართ, მიდი. ჯანელიძეები ქუთაისიდან, კახაბერი. კახაბერი აბა, ჩემი აზრით ეს აღსარება. არ არის სწორი. იმიტომ რომ აღსარება ხო თქვით, აღსარებას თქვით, ღმერთის თქვით, სინანულიც. აბა ვინ არ ყოფილი? წმენა იმისა, რომ ღმერთი აუცილებლად გვაპატიებს. ეს ვინ იყო? მე. აბა რომელია? სადავა? მაგდან ფუძიშვილი. მაგდანი ხარ? მაგდანი. აბა ეხლა შენ მითხარი, კი? ღმერთი რო აუცილებლად გვაპატიებს, რა ქვია მაგას? წმენა. არა. აბა რა ქვია? ღმერთი რო აუცილებლად გვაპატიებს, რა ქვია მაგას? ვინ იცის რა ქვია მაგას? და მართლაც გვაპატიებს, კი. მოდი ეს გოგო გავიცნოთ, ეს გოგო არ მახსოვს მე. ელენე ძინძიბაძე, თბილისი. აბა ელენეს ჩაურთოთ, თამარ გავიცნოთ ერთი. გამარჯობა. გამარჯოს. მას ჩემი აზრით ეს არის სასწორება, ანუ მომავლის წმენა ღმერთის იმედი, რომ ის გვაპატიებს. აი მივაკვლიეთ იმ სიტყვას. ეს არის იმედი. ბავშვებო, ეხლა უყურეთ რა საინტერესო რამეა. ადამიანი, ასე ამბობენ, თუ იმედი დაუკარგეთ, რომ ღმერთი გვაპატიებს, მაშინ იუდასავით მოგვივა. აი ეხლა უყურე, ჩავიდინე ცოდვა, იუდამაც ჩაიდინა ცოდვა. მაგრამ იუდას არ ქონდა რწმენა იმედი იმისა, რომ ღმერთი აპატიებდა. მე ამას არ მაპატიებს და დაკარგა იმედი. იცით როგორ არის? ვინც იმედს არ დაკარგავს, ის ბოროტის ხელში არ ჩავარდება არასდროს. იმდენად ძლიერია იმედი. ანუ იმედის გარეშე ადამიანმა რო ინანოს თავისი ცოდვა, ეს ძალიან საშიშია. ასეთი ადამიანი შეიძლება უკიდურეს მდგომარეობამდე ცუდად გახდეს, ანუ ამას სასოწარკვეთილება ხდია. აბა ეხლა ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ სინანულთან ერთად, მე ხო ჩემში ცუდს ვეძებ, ვიპოვე ეს ცუდი, დავიწყე ტირილი, ტირი ვარ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვნანობ, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა მქონდეს იმედი იმისა, რომ ღმერთი ამას მაპატიებს. ეს თუ დავკარგე, ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. ეკლესია ასწავლის, რომ იმედის გარეშე, რომ ღმერთი მაპატიებს, სინანული აღარაა. ეს სინანული არის უკვე სასოწარკვეთილება. და სასოწარკვეთილება ნიშნავს უკვე, რომ ადამიანმა რწმენა დაკარგა და არასწორად იქცევა. ის დარჩება ღმერთის მადლის გარეშე. აი როგორც იუდა. ნახეთ, ცუდად მოიქცა პეტრეც, იმიტომ რომ უარყო უფალი, ცუდად მოიქცა იუდაც, იმიტომ რომ იუდამ გაყიდა ფულზე თავისი ღმერთი. მაგრამ ნახეთ, პეტრე მოვიდა და მაპატიეო უთხრა, იმიტომ რომ მას ჰქონდა იმედი, რომ ღმერთი აპატიებდა. იუდამ კიდე იფიქრა, მე ამას არ მაპატიებს ღმერთიო და თავი ჩამოიხრჩო. მიხვდით? აი დაიმახსოვრეთ, რომ ესე იგი აღარ დაგავიწყდეთ, რომ
ესე იგი სინანულთან ერთად საკუთარ ცოდვას რო აღმოაჩენ, აუცილებელია ასევე გქონდეს იმედი, იმიტომ რომ ღმერთმა ყველა ჩვენი ცოდვა გააკრა ჯვარზე. რაც არ უნდა მართამ ცოდოს, რაც არ უნდა კახაბერმა ცოდოს, ლუკამ ცოდოს, მარიამმა, მე, ნიკოლოზმა გომიდან, ცოტნემ და გიორგიმ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმის იმედი, რომ ყველა ჩვენი ცოდვა ქრისტემ უკვე ჯვარზე გააკრა და ის რა თქმა უნდა ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ, რომ როგორც ვეტყვით მაპატია, ის აუცილებლად მაპატიებს. გასაგებია? აი ეს, მოდი, ამით დავამთავროთ ჩვენი დაკვეთილი, იმიტომ რომ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. აი დავიმახსოვროთ, რომ დღევანდელ დღეს იოანე ნათლისმცემელი ეკლესია გვასწავლის, რომ სინანული აუცილებელია, სინანულის გარეშე ადამიანი ვერ მოხვდება ღმერთთან, მაგრამ სინანულთან ერთად ჩვენ უნდა გქონდეს იმედი, რომ ღმერთი გვაპატიებს ამ ცოდვას. გასაგებია? რა არის, რას ხედავთ აბა? კალათბურთის ჭარი? მოდი, არა, ეგრე არა. შენ გითხარი, გიორგი, ხო? ჭარს ხედავთ, რომლებიც ჭარს ხედავთ, რომლისგანაც ადამიანები წყალს სამი მანდილოსანი, სამი ქალბატონი მივიდა ჭაზე. აი ეს სამი, ხედავ? მივიდნენ და თან ახლა ქალები ლაპარაკობენ, რომ აიო მე ისეთი კარგი შვილი მყავსო, ისეთი ნიჭიერიო, ერთი ქალი ამბობს, ისეთი ნიჭიერი შვილი მყავსო, ასე და ასე. მეორეც ამბობს, მეც ეგეთი შვილი მყავსო, ისეთი კარგია, ისეთი ღონიერი, ისეთი ჭკვიანი. მესამეს ეკითხებიან, რომ შენ რატო არაფერს ამბობო შენ შვილზეო? მე არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი შვილი მყავს. საერთოდ ესეთი გამოთქმა გამიგონია, რომ თუ ესე იგი მშობელი თუ შვილს აქებსო, ეს არისო ამპარტავნების ნიშანი. მშობელი თუ შვილს აქებს. ანუ ამპარტავნების ნიშანი რატო იცი? მე კარგი შვილი მყავს ნიშნავს, რომ ჩემი გაზრდილია ეს შვილი და ნახე რა კარგი შვილი მყავს. მაგრამ თუ შვილი მშობელს აქებსო, ეგ თქვენი აზრით რისი ნიშანი იქნება? მაიკო, რისი ნიშანი იქნება? მშობელი რო შვილს აქე, აი კარგი მამა მყავს, კარგი დედა მყავს, რისი ნიშანი შეიძლება? მადლიერების, რომ შვილი მადლიერია მშობლის, აი ესეთი კარგი მშობლები მყავს, მაგრამ მშობელი რო შვილს აქებს, ეგ ამპარტავნების ნიშანი. ხო და აი ეს ორი მანდილოსანი თავის შვილს აქებდა, რომ აი ესეთი კარგი ყავს, ესეთი. მესამე ამბობდა, რომ ჩვეულებრივი ბავშვია, არაფრით გამორჩეული. ავს ეს თავისი სათლი, ვედრას ქართულად სათლი ქვია, სათლი, აი რაზეც წყალს ავს. მიდიან და ერთი მოხუცი ქალი შემოხვდათ და ამან გაიხედა თავისი შვილი დაინახა შუაგზაზე დამდგარა და მღერის. ძალიან ლამაზად მღერის. მეორე აი ხელებზე დადის, ხედავთ? თავდაყირა დადის. აიღებს დიდქვებს ისვრის აქეთ-იქით. მე მეგონა დაიმტროვა. არა, რა დაიმტროვა, ერა ხედავ რა ყოჩაღია. მე კიდე მეგონა ორივე ჩამოვარდა. ხო და ესენი ეკითხებიან ამ მოხუცქას და მესამემ რა გააკეთა, იცი? მესამემ გამოიქცა და თავის დედასთან მივიდა და უშველა სათლი გამოართვა, რომ დედაო მე წაგაღებინებ. ეხა ეს ორი ქალი ეკითხება ამ მოხუცქას. ბებო, აბა შეხედეო როგორი შვილები გყავსო, აი ერთი რა კარგა მღერის, მეორე როგორი ძლიერია და რომელი უფრო კარგი შვილიაო. და ბებო ეუბნება, მე აქ მარტო ერთ შვილს ვხედავ. რომელზე თქვა? აი დედას რო გამოართა. რომელიც დედასთან კი ბატონო. იმ ბავშვმა რომელიც დედასთან მიირბინა და სათლები გამოართა. სათლი გამოართა, მიეხმარა. ესენი კი იდგნენ თავდაყირაზე გადადიოდა, ქვებს კი ისროდა, მაგრამ რად გინდა ის ჯანი, რომელიც ქვას გაგასროლინებს და დედას არ მიეხმარებ. ხო და გინდა ცეკვავდეს, რად გინდა ის მოხერხებულობა და ის ცეკვის უნარით და თუ სიმღერის ნიჭი, თუ არავის გამოადგება.
აი შვილი ვის ყავდა? ეხა ამათ ყავდათ შვილი, ისინი თავისთვის დარბოდნენ, გიჟობდნენ, დედას არ მია. მოდი, ნამდვილიც წაუშალოთ. შვილი. შვილს აღარ უნდა ნამდვილი. ადამიანს აღარ უნდა ნამდვილი. სახელი რა ქვია შენ? ანა. აი ადამიანი. როგორი სიტყვა, იცი, ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ადამიანი ის არის, ვინც ღმერთს ბაძავს, ვინც იმ მდგომარეობაში იმყოფება ღმერთმა, როგორიც ჩაიფიქრა ის და როგორიც შექმნა. აი შვილი ეს არის, რომელიც დედას ეხმარება. დედას თუ არ ეხმარება, მამას თუ არ ეხმარება, მაშინ შვილი როგორღა? ამით მეცილი სიტყვა მინდა? თქვენ თუ გინდათ რომ შვილი იყოთ, მარტო ის არ კმარა, რომ ძლიერი იყო, კარგად ღეროდე, კარგად ხატავდე თუ რაღაც სპორტსმენი იყო, მაგარი არა. აი ბორის პაიჭაძე ჩვენ რო თქვით, კი, კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ სპორტზე უფრო მნიშვნელოვანი რამე ხო გააკეთა აი ამ მომენტში, როდესაც გოლი არ გაიტანა. გესმით? ჯერ ადამიანი უნდა იყო და მერე ფეხბურთელი, მერე მომღერალი, მერე მძლეოსანი, მხატვარი და ასე შემდეგ. გესმით რა შეესაქმე?